საქართველოს მხარდაჭერით, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღებიდან მიღებული მოსავლის ექსპორტი იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 23%-ით, ღირებულება კი 40%-ით გაიზარდა. პროდუქციის პირველადი წარმოების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 198 მილიონ ლარს აღემატება. ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟი. თარნიკე ფანჯავიძემ ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება 2022 წელს 25 ჰექტარზე დაიწყო. 3 წლის შემდეგ კი მისი ბაღები 80 ჰექტრამდე გაიზარდა და დაემატა სამაცივრე მეურნეობაც. ფერმერმა ამ წლების განმავლობაში სოფლის განვითარების სააგენტოს არაერთი პროგრამით ისარგებლა, რის შედეგადაც საშუალება მიეცა პროდუქტი ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გაეტანა. წელს ლურჯი მოცვისთვის არ არის ოპტიმალური წელი გამომდინარე კლიმატური პირობებისგან, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით და ასევე სააგენტოს წყალობით აქვთ ფერმერებს უკვე შესაძლებლობა, რომ ის ზარალი, რაც თქვა საგაზაფხულო ყინვებისგან იყო და სხვა კლიმატური პირობების მიერ იყო გამოწვეული, შედარებით შეუმსუბუქოს იმ სუბსიდიამ, რომელიც წელს გააჩინა სააგენტომ. წლიდან წლამდე მზარდი ექსპორტის პარალელურად სახელმწიფო ფერმერების ხელშესაწყობად არაერთ პროექტს ახორციელებს. შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა ფერმერებს როგორც პირველადი წარმოების პერიოდში, ასევე მოცვის შენახვა გადამუშავებისა შეუძლიათ. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ნაწილის სუბსიდირებას თავის თავზე იღებს. პროგრამის დანერგი მომავალი ფარგლებში ჩვენ უკვე დავაფინანსეთ დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე ღირებულებით 2700 ჰექტარზე მეტზე ლურჯი მოცვის გაშენება. ასევე ჩვენი სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ლურჯი მოცვის ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ აგროსესხებით. ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანია უცხოურ ბაზრებზე. სამინისტროში ამბობენ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვანია, რათა პერსპექტიული და კომერციულად მომგებიანი დარგის განვითარება გაგრძელდეს. წლეულს ექსპორტის საერთო ღირებულება დაახლოებით 22 მილიონ დოლარს აჭარბებს. ხელსაყრელია ფასი კილოგრამში $6-ზე მეტ სიხდიან. ვფიქრობთ, რომ გაიზრდება როგორც წარმოების ფართობი, ასევე მოსავლიანობა ჰექტარზე. ლურჯი მოცვის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა, ღირებულება კი 40%-ით. ეს კი $10 მილიონ მეტია. ბოლო 10 წლის განმავლობაში კენკროვანი ხილის მოყვანისათვის 198 მილიონი ლარის აგროკრედიტი გაიცა. აქედან 90 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული.